მინიატიურების თეატრი ცდილობს გამოეხმაუროს ცხოვრების ღირსშესანიშნავ მოვლენებს. ასე მაგალითად, დიდ სამამულო ომში გამარჯვების მე-30 წლისთავის აღსანიშნავად თეატრმა დადგა სპექტაკლი გამარჯვების ღიმილი. ეს სპექტაკლი დადგა რეჟისორმა თემო აბაშიძემ. შემდეგ ბავშვთა წელს მიეძღვნა ახალი სპექტაკლი ნურს გაფრინდები, ნურს მოფრინდები. ვიდრე ამ თემას გავაგრძელებდეთ, ერთი კითხვა მინდა დაუსვა ბატონ თენგის. ბატონ თენგის, რამდენი თეატრია მთელ კავშირში ამგვარი ჩვენი მინიატიურების და არის თეატრი? საბჭოთა კავშირში არის სულ 3. პირველი თეატრი ეს გახლავთ ლენინგრადის სახელმწიფო თეატრი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელია საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი არკადი რაიკინი. მეორე თეატრია მოსკოვში, მოსოვეთთან არსებული მინიატიურების თეატრი. სახელმწიფო თეატრი არ არის ისა რა? მოსოვეთთან არსებული, რომლის რეჟისორი გახლავთ ცნობილი მსახიობი რუდოლფ რუდინი. და მესამე თეატრი ჩვენთან არის. ოღონდ სახელმწიფო თეატრი. კი ბატონო. მართალია თეატრის ცხოვრებაში შეიმჩნევა ეხლა ბოლო ნამუშევრებიდან გამომდინარე ბატონო თენგის მინიატიურების გამთლიანება ერთ დრამატურგიულ ჩარჩოში მოქცევა, მაგრამ თეატრის უმთავრეს ჟანრად, რა თქმა უნდა, საყრდენად, უმთავრეს ნიადაგად, რომელიც ყვებავს ამ თეატრს, რჩება მცირე ფორმა, მცირე ფორმის თეატრალური ნაწარმოებები და სწორედ ეხლა თეატრი წარმოგიდგენთ ორ მცირე ფორმის თეატრალურ სანახაობას, ორ მინიატიურას. პირველ მინიატიურას ჰქვია ალკოგოლის შემცვლელი. მეორეს კი სასამართლოში და მონაწილეობენ მსახიობები ბეგალიშვილები, ბადრი და ზურაბი, ნაცვლიშვილი, ტიბუა, ფირცხალავა, ხუციშვილი და ლომიძე. ხოლო სასამართლოს სცენაში მონაწილეობენ რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი თენგის ჩანტლაძე და მსახიობები გოგიაშვილი, ნაცვლიშვილი, ლომიძე და ჭიქია.